ძალიან მტკივნეულ, ჩემთვის მტკივნეულ თემას მინდა შევეხო. აი მინდა ვიყო ძერსკი. აი ძალიან მინდა რომ ძერსკი ვიყო, იმიტომ რომ უბრალოდ რამდენი ხანია ვცდილობ რომ ჩემი ფოტო მოხვდეს ადნაკლასნიკებში, აი სადმე საყვარლებში, სადმე აი ძალიან ისეთ ფაშტიონი მეებში, აი ძალიან გვერდებზე, იმიტომ რომ ბევრია ხო აი რაღაც ძალიან ისეთი ფოტოები და სადაც ძერსკების და ცოტა ფაშტიონ გოგოები და რა ვიცი ბიჭუნები და ყველა ისე მტკივში რო არიან. აი მეც მინდა უკვე რა არ გავაკეთე, რა ფოტო არ გადავიღე, როგორი ფოტო არ გადავიღე, არ მოხდა ჩემი ფოტო ეს იმაში რა ქვია, აი იმაში ადნაკლასნიკებში. ხო და აი ახლა უბრალოდ რა არ წავისვი სახეზე, რა არ დავიჩხაპნე, რა არ ჩავიცვი, რა არ გავიხადე, რა სად არ დავჯექი, სად არ გადავხტიმა, რა ფოტო არ გადავიღე, მაგრამ არანაირად არ ხდება ეს ადნაკლასნიკებში, ჩემი ძერსკებში და ფაშტიონებში და ყველაზე თესლ ნაროდებში და ყველას გთხოვ და ყველას მოგმართავთ საყვარელო მაყურებლებო და საყვარელო მნახველებო. ამ ვიდეოს ვინც ნახავთ, შეეცადეთ რომ ჩემი ფოტო დადოთ ყველაზე საყვარლებში. ძალიან გთხოვთ და აი უბრალოდ არ ვიცი მეტი რანაირად განახოთ ჩემი გულის ტკივილი უბრალოდ მართლა ვერ ხვდები რა და ყველას გთხოვთ აი ესა ჩემი ბუდე ბუნაგი სადაც აი მივკუნუტდები ხოლმე ესე საყვარლად ჩემთვის რაღაც ძალიან ისე აი ესე და აქედან გელაპარაკებით ხოლმე ჩუმად და ესე ნუღარ მტოვებთ ესე მეკუნუტებულებს გთხოვთ ძალიან გთხოვთ ყველას დადეთ ჩემი ფოტო დადეთ დაფიქრდით, იქნებ რა მჭირს მე ისეთი მიკნუტებული ვარ, მე ყველაზე მიკნუტებულები. დაფიქრდი. ხო და აი ყველაზე ლამაზი რო ვარ ეს ვიცი და მაინც ვერ ხვდები კიდევ გეკითხებით რატო არ დებ ჩემ ფოტოს ადნაკლასნიკებში, ყველაზე ლამაზებში, ყველაზე საყვარლებში, ყველაზე ძერსკებში. რატო?